ნიკო გამალაური სტუდიაში. გადავწყვიტეთ, რომ არქივი გავაცოცხლო, უნიკალური ვიდეოები გვაქვს, რომელიც აი სხვაგან არ არის არსა და გადავწყვიტეთ, რომ რაღაც ახალი ფერი მივცეთ ამას, ახალი სიცოცხლე რა და შესაბამისად მშობლების ინტერვიუს ვასინთეზებ ჩვილებთან. და ამიტომ ძალიან საინტერესო გამოდის. და განსაკუთრებით ახლა ნიკო ძალიან ახლოა ჩემთვის, იმიტომ რომ დრო ახლო რა. და თან კიდე განსხვავებული და გამორჩეული სტუმარია იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცნაირად დღეს ჩემ პროდიუსერი მეუბნება, რომ თურმე ორ ალექსის ტრიალებს ყველა აქედან ყოფილაო, ანუ არც ვიცოდი, იმიტომ რომ რაღაცა მაშინ ძალიან გაგვიმართლა იმაში, რომ ჩვენი ეთერი აირჩია და პრინციპში ბოლო ნიკო გამალაური შემოვუნახეთ ჩვენ. კი. აი თაობა ალბათ ვერც ნახავდა ესე სახეზე, აი ვიზუალიზაციით და იმ ყველაფრით. სხვა ვიდეოებში ნახავდა, მაგრამ ყველაზე ისეთი გადაცემა ჩემთვის ყველაზე ემოციური. ანუ როგორც მხიარული სევდიანი ძალიან ღმერთს არ სალეა თავში რომ გვირტყას, რომ დაგვიმტკიცოს რა მართალია, გულმოწყალეა დაგვიგდებს სიტყვას, უცოდველობით გადამთვრალეა. ჩვენ კი გვცალეა რომ ვიმეტიჩროთ, ჩვენგან ამედის, რა გვენაღლება. სხვისი ლურსმნები რატომ შევირჩოთ, უკვე შეირჩო ცოდვის სამღებ. შენ ხო გადარჩი, მე ხომ გადავრჩი, ვინ რას დაეძებს, სულებს ნაკურდალს, მძიმე ყოფილა ჯვარი აღმარჩი, მაგრამ მთის თავში თურმე დახურავს, შენ ხო გადარჩი, მე ხომ გადავრჩი, გადავში. მე მახსოვს მაშინ ჩვენმა პროდიუსერმა თქვა, გაიგო ავადმყოფობის შესახებ და თქვა, რომ ამბობენო, რომ არ არისო კარგადო და მოდი დავიმტრო უარი გითხრა მანამდე ორჯერ ინტერვიუზე. და მახსოვს, როდესაც დავურეკეთ მაიამ არგუმენტად უთხრა ეგ, რომ დატოვეო რა არქივიო რა და ეს მისთვის აღმოჩნდა ძალიან ისეთი და მე რა დრო იყო წარმოიდგინე შევაბით ფლეშკით და ლეპტოპით რა შეგექნება ლეპტოპი იმუშავ ანუ რა დრო იყო წარმოიდგინე რომ ლექსების დაწერა ან თავის რა შეეძლო რომ გაეკეთებინებთ რომ მაშინ უკვე გადაადგილებაშიც არ იყო თავისუფალ მაგრამ თუ გახსოვს ის დრო როდესაც დაგირეკა და გითხრათ რომ თქვენ უნდა მოყოლოდით ეგ დღე გახსოვს სიმართლე გითხრა არ მახსოვს ესე მაგრამ გადაცემაში მახსოვს კადრებიც მახსოვს როზი ვარ ძალიან პატარა იმეჯეჯი და ელენე და ხო ძალიან საყვარელი გადაცემა ჩემთვის მართლა ეგ პირველი კითხვარი როგორ ხართ კარგად კარგად გამოიყურებით მადლობთ ის დღეები ზოგადად როგორი იყო გახსოვს რაზე ლაპარაკობდა აქცენტაზე ქონდა ვაბარებდი მაგ წელს და აი ძალიან დატვირთული რო ხარ აი ამ ეროვნული გამოცდების სწავლებით და თან აი ეგეთი პრობლემა რო გაქვს სახში და აი ეგეთი პრობლემა რა იყო უფრო რა ისე და ნუ მაგას გულისხმობ რომ თქვათ მამა რომელიც ძალიანავად არის მძიმე დიაგნოზი ხო და ნუ რაღაც ეს იმედი ახლა ყოველთვის გააქვს რა თქმა უნდა რომ აი ესე მალე ნამდვილად არ ველოდებოდი ამ ყველაფერს როგორც მოხდა და თან თავიდან საერთოდ სხვა დიაგნოზი ვიცოდი როგორც ხდება ხოლმე არც ბავშვებს რომ ამალავენ რაღაცა სისულელე და სრულიად შემთხვევით გავიგე ეს მისი ავადმყოფობის შესახებ რა აი ვიღაცა მის ფაქტურად ქუჩაში მისხა რომ არა ეგ ავადმყოფობა არ აქვს სულ სხვა რამეა და ეს ძალიან მძიმე იყო ჩემთვის და აი ეგ წელი მქონდა რაღაც არ ვიცი ალბათ ყველაზე ტრაგიკული ოღონდ თან პლუს კიდე ისეთ ასაკში რო ხარ რომ ბოლომდე ვერ აღიქვავ ამ ყველაფერს რა ჩავაბარე იმ წელს კი ცოცხალი იყო ჯერ ჩავაბარე არა არ იყო არა აღარ იყო ანუ აპრილში ნიკო რო გარდაიცვალა მაისში მქონდა ივლისი ხო ნუ ის აპრილში მქონდა გამოცდები და ანასტასია მივესალმოთ მას ეს ორი შვილი გაკავშირებთ ეკასთან, იჟარაძესთან. როდის აღიქვი მამის სოციალური სტატუსი? ნიკო რო ცოცხალი იყო, მაშინ აი ძალიან ბევრი ხალხს უყვარდა ხა თეატრშიც ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა. და მისი პოეზიის საღამოებზეც ნუ სულ ანშლაგი იყო ყოველთვის, ანუ ყველა სპექტაკლზეც და ყველა პოეზიის საღამოზეც ძალიან ბევრი ხალხი იყო. განსაკუთრებით ქალბატონები. ხო და
არ ვიცი, ალბათ უფრო მერე, აი გარდაცვალების მერე მგონია რომ ნუ ეგ ხო ეგრეა ზოგადად მერე უფრო აფასებენ ადამიანს რატომღაც რაც მაგრამ ცხოვრებაშიც ვთვლი რომ საქართველოს ბაზარზე ყოველ შემთხვევაში დაფასებული იყო ნამდვილად. ერთი გული მწყდება რომ თქვათ როგორც მსახიობი შეეძლო რომ რაღაც არ ვიცი თქვათ საზღვრებს გაცდენილი იყო და თქვათ ბევრად უფრო კარგ ფილმებში ან თეატრში ეთამაშა. ჰამლეტის როლი დაგჭათ საოცნებოდ? არა, დიდი ხანია, არა. Რაღაც დროს ჰამლეტია. მე ჩემი ჰამლეტი ვითამაში უკვე ჩემთვის. თუმცა ეხაც აი გაზაფხულზე რო იყო ჩვენთან აქციები, შემხვდა რამდენიმე ვიდეო, რომ აი ძალიან ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ალბათ არ ვიცი, მამაჩემი რო გარდაიცვალა, ძალიან წლის იყო ალბათ. ნიკოს ლექსს კითხა. ხა, ლექსს კითხულობდა და იქვე იდგა უფროსი თაობის მამაკაცი, რომელიც ანუ ერთად კითხულობდნენ ამ ლექსს და თან რუპორში და აი ძალიან გულისამაჩუყებელია და ძალიან სასიამოვნო რა თქმა უნდა რომ დღემდე ყველას ახსოვს ახალგაზრდა თაობა მიცის და რაღაც მხრივ ვთვლი რომ არ ვიცი ნუ შევა ჩემთვის სამაგალითო ადამიანი არის რითი აი რაღაც რამდენიმე ისე თვისებას რომელზეც აი მაგალითად ჩემ მშობლებს აქვთ რამდენიმე ისე თვისება რომელიც მე ძალიან მიყვარს მათში როგორც ადამიანური თვისება აი რამდენიმე თვისებას ისეც მეტყვი რომელიც აი ძალიან გიყვარდა მე ძალიან პირდაპირი იყო აი ზედმეტად პირდაპირი იყო შეიძლება რაღაც ისე თქვა რომ არ ვიცი სადღაც აი მიწა გამისკდეს ხო იცი ეს გამონათქვამი რო არის რაღაც ხო და სულ მქონდა რაღაცა აი რიდი, რომ აი мама როგორც არ ვიცი რაღაც ისეთი რომ მასთან ესე არ უნდა მოიქცე. ხა. მე შოქში ვარ იმაზე რომ ეხა ანუ ცრემლები გადგება ამ დროზე მეც ვუჭდები. მინდოდა რომ შობელი არის ეგ. როგორი იყო აბა რა ვიცი. ასე ამბობენ ხონდა წვერები. 2000 წელი განვიცდი, ჩარევა არ ღირს. მაგრამ ვერევი. როგორ აკოცა უფალს ლოყაზე? ცოტათი მაინც მორიდებოდა. მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი, მაგრამ ხალატი არ მინდებოდა, არა და კოცნის, არა და ყიდის, იცის მოკლავენ. განა შტერია. ხალატზე განა ვერცხლისთვის მიდის. თავის სიმცირეს ვერ მოერია. ისტორიაში დარჩა იუდა. დღესაც აქ არის, არ გაიგო. ის მომწონდა რომ ყოველთვის ანუ რაღაც აი ხო შევერი გავჩერეთ. აი ცოტა ხანი და კი არა უშავს შეგვიძლია რა. მე შენში მიყვარს ღმერთი. შენ რა იპოვე ჩემში. შენ წმინდა სანთლის ღვენთი, მე კაფანტული ხრეში. მე შენში მიყვარს ღმერთი. შენში თავს გრძნობს კარგად. მე კი ვმგზავრობ ტყეღრეთი, ღირს განადროის კარგვად. მე შენში მიყვარს ღმერთი, ტერფებთან გინთებს ანთელს და თუ ასეა წვეთი, ნამუსი მაინც მართებს. გვეპყრობა და ისე რომ როგორც დიდ ადამიანებს, რაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და შენი აზრიც რო აინტერესებს აი არ ვიცი ცხრის რო ხარ და რაღაც შევა ისეთი კითხოს რომ შენ ამას საერთოდ არ ელოდები რომ რა მაგარია ხო სინოდოში ეგ ტენდენცია ხო ეხა წამოვიდა შვილების ეგრე აღზრდის და მაშინ თითქოს ესე არ იყო ჩვენ რაღაც ხო არ გთვლით და სულ მოწონდა რაღაც სულ რაღაც ხუმრობებს ვიგონებდი ხოლმე მე რაღაცა სულ ცეფრო იტყვეღონთ ეგეთი ჰუმორი ქონდა თვითონაც ზუსტად რა აი ექსპრომტად არ შემიძლია მოყოლა მაგალითად დეჩემს აქვს ეგ უნარი რომ აი მოყვეს ისტორია სასაცილოდ და მე არ შემიძლია ეგ და უფრო მაქვს აი იქვე რომ რაღაცას მოიფიქრებ და ეგ ქონდა ეტყობა ნუ ასე ვთქვა დამუღამებული რა და ამ ჩემ რაღაცებს ძალიან იციან და მე იჩემებდა ხოლმე ამებს და სულ იმერდა როგორ თქვი როგორ და სულ მეორებინებდა მე. და ამით ჩემ მნიშვნელობა გენიჭებოდა მაგრამ. ხო, რა თქმა უნდა. რა სონეტი? ან რაღა დროს მიძღვნებია. დაგვანებონ თავია თუ თავები. ოცნებები ცნებებივით ირღვევიან. უსასრულო დასასრულში გავები. მე რა ვიცი რა წებოთი გავამთელო. მე რა ვიცი დავუჯერო ვის ზრახვებს. დაველოდოთ გასულია საქართველო.
და რომ მოვა თვითონ გამოგვიძახა. ნიკოს ამბავმა სიკვდილთან დაგაახლოვა, ანუ სიკვდილი შენთან ახლოს მოიყვანა თუ არა? არ ვიცი, ძალიან გვიან გავიაზრე, ალბათ აი ცოტა ხნის წინ. აი რამდენი წლის მერე ნიკოს გარდაცვალების გიჭირს დაჯერება, ხო იცი რაღაც ალბათ 1-9 წლის მერე. მიხვდი რომ ანუ უკვე სრულად აღიქვა ფაქტი. რომ მანამდე დაბლოკილი მქონდა ეგ ფიქრები საერთოდ. ავტომატურად თუ ამას ხელოვნურად აკეთებდი შენ თვითონ რომ ფიქრებს ბლოკავდი თუ თავის ხდებოდა? არ ვიცი, მე მგონია რომ სადღაც არ ვიცი, ქვეცნობიერად ხდებოდა ეს ყველაფერი. ხო. თავისით, ხო. და არ ვაღიარებდი რა არ არის. ესმის. ძალიან ჩვეულებრივი ამბავი აქ. და როგორ მიხვდი რომ აქ ფაქტს გაუსწორდე თვალი? რა მოხდა? როდის იგრძელი? ერთ ჩემ ძალიან კარგ ადამიანს ვესაუბრე, ვისთანაც ეს რაღაც თერაპიაზე ესე ვთქვათ რომ დავდიოდი და მან მიმახვედრა. რო ეგ ქონდა დაბლოკელი და უნდა გაგეხსნა. შობლის გადამუშავება რა მნიშვნელოვანია? მე რო იმეშლება. ძალიან საყვარელია. რა შეცვალა ამ შენში? გაიზარდე? მგონია რომ გავიზარდე და თან ეხლა რო ვფიქრობ ნიკო იყო 39 წლის. აუ რა ახალგაზრდა. და გიწოდება? ეგ თავისთავად. და მე ვხვდები იყო 33 წლის. და ხვდები რა ახალგაზრდა იყო. მაშინ რა დიდი გაგონა. და ჩვენ შორის რაღაც ბატონო სხვაობა გამოდის ეს არ ვიტყოდი. ხო რეალურად 6 წელიწადში მეც რო არის ხო მესმის და უცებ რო წარმოიდგინე რა სამყაროსგან ეცლებ ძალიან ახალგაზრდა იყო ხო მღვდლებმა მითხარით ან წარმართებმა რა მემართება ტყუილი ნეტავ რას მემართლება რა მემართება გული თავისით არ იმართება რა მემართება სული დამისხამს ტვინი დათვრება რა მემართება რადგან მიტაცეს ცრუ მიმართვებმა რა მემართება უსახურობა სახეს მართმევდა რა მემართება ალბათ თავდახრა უფრო მმართებდა რა მემართება ბედი ბედავდა სად არ მათრევდა რა მემართება მაინც თავისით წარიმართება მადლობთ უნდა აქვე მინდა გითხრათ რომ არავითარ შემთხვევაში ფატალისტი არ ვარ და პირიქით ეს უბრალოდ ისე მაინც თავისი წარიმართება ისე ლექსმა მოიტანა თორე მე მგონი რომ მაინც ჩვენ ყოველი ჩვენგანი ჩვენ ვართ ჩვენი ცხოვრების და ბედის წარმმართველები ტასო ის რომ მსახიობი დედა მსახიობი მამა ამას შენ ცხოვრება არ განსაზღვრა შენ ცხოვრებაში არ განსაზღვრა არაფერი? განსაზღვრა ის, რომ ცნობილი ადამიანები არიან და თქვათ ეს რაღაც როგორც შეიძლება რომ თქვათ პრივილეგია არის ნამდვილად და მათ ძალიან ბევრი ხალხი უმეტესობა იცნობს და როგორც ხდება ხოლმე რა საქართველოში უფრო გამოგარჩევს ეს სხვებისგან რაღაცა იქ სადღაც მიხვალ რაღაც თქვათ სიტყვაზე პირობითად ურიგოთ შეხვალ ან რაღაცა თქვათ ეკასთან ერთად თუ არ მაგრამ ასევე აქვს ალბათ თავის მინუსები, იმიტომ რომ სულ ხდება მე რაღაც შედარება ან რაღაცა ხო ეხლა ჯეჯი მაგალითად სამსახიობოზე ჩააბარა, როცა ჩააბარა მაშინ და სულ მაგაზე ღელავდა რომ აი არ უნდოდა რომ შეედარებინეთ ეხლა საკმაოდ რთული არის კი ვიღაცის შვილი ვარ თან აი ჩვენ ქვეყანაში
მერე სულ გადარებენ, რომ აი მამა ჯობია თუ დედა ჯობია თუ ხა და ნიკომ ერთი ესეთი რაღაც გვითხრა ბოლოს. ანუ ჯერ როგორ ესე იგი ეს თემა როგორიც ხელიწეც ჭრილობა ჯერ შენი? რამდენი ხნის წინ აღიარე რომ ამ პრობლემაა შენი? რამდენი ხანი გავიდა? 5 წლის წინ და მაინც ესეთი არ ვიცი. შევუდგა. მაინც ესე ხარ თემაში. რა დაგიბარად? რომ მეო მოგეცითო თქვენ რომ ანუ გვარი როგორც ბრენდი. ხო, გომელა. ხო. და ეხა რაც გინდა ნახოთ რა სიზამთო. ოდ მარტო აი რაღაც უკვე რომ ჩვენ შევთავაზეთ რომ ნიკოზე ვსაუბრობთ მხოლოდ ცრემლით და ამიტომ შეგვიძლია თან ვისაუბროთ, თან ვიცინოთ, თან ვიტიროთ. ხო, ნუ უკვე რომ აი გიგნა დღეს. იგრძნია მისეს ბრუნდა, მაგრამ ნიკოს ჩვენ გადაცემაში ამასაკეთ რამს, რომ როცა წავალე, ჩემ შვილიშვილს ეტყვიანა, რომ აფერისტი მამა მყავდაო, არტისტიო. რას ეტყვი ჩვილი, რას ეუბნებით თქვენ შვილებს? ჯეჯი, ჯეჯიკო ჯე. მივესალმოთ ჯეჯის. ნიკოს შვილი, რომელსაც ქვია ნიკოს მამის სახელი. დღეს ვეძახი შვილს, ნიკო ნიკუშ ნიკ. ჯერა ჩემი შვილი დაუძახებს ჩემ შვილიშვილს და როცა წავალ აფერისტი მამა მყავდაო, არტისტი. მომიხსენია შვილიშვილის მამა. მართლა ასე ფიქრობთ თუ ეს ალბათ, ეგრე მომიხსენია. რატომ ბევრი სხვა რამის თქმა შეუძლია? არა, ნუ ხო სიკეთე იგულისხმება, ხო? ეხლა უიმე რა კარგი მამა მყავდა, რაღაც ესეთი და აფერისტი იყო, ამაში სითბოა და სიყვარულია, რა ვიცი, მე მგონი. ჩემშულებს რა ვიცი, სულ ესე ამას არ ეუბნებით რა აფერისტი. არა, რა თქმა უნდა. ანდერს არასრულებ. არა, ხო. სულ რაღაცებს ვუყვები ხოლმე ესე რაღაც პატარა ისტორიებს ან რაღაცას ვახსენებ. არის რომელიმე ლექსი, რომელიც განსაკუთრებით გიყვარს? ბევრია ეგეთი საკმაოდ. გაქვს ესეთი იმის დამახოთ რომ არ წამეკითხოს ძალიან დიდი ხანია. აი, წლები. როდის მოვა, ვინც არ მოვა? ამ კითხვების არის გროვა. როდის გამოშრება დენთი, კვლავ რომ ამიფეთქონ ღმერთი. როდის ციდან იმანანებს, ვეღარ ვიტანამ ფანანებს. როდის გამივა მე ვადა, რაც ოდვა აღარ მებადა. როდის მექნება გრაფიკი, როდის მომძებნის კაპიკი, როდის ტყუილებს მოვრჩები, ხატებთან მაინც რომ ვრჩები. როდის სიზმარე ახდება, რომელშიც ზურგში არ მხვდება. როდის სიკეთეს მიზამენ, ალგეც რით არ დაიზარნენ. როდის მიუხვდები ბოლომდე, შვიდობას არ სჯობს მომობდე. როდის ვიქცევი მთლიანად, ქართველი ადამიანი. ისე შენთვის პოეტი უფრო იყო თუ მსახიობი? მსახიობი. ხო არა. თავისთვისაც. ხო. ხო და ეგ წლები როცა თქვა თეატრში დავდიოდი ჩვენ ბავშვობაში ძალიან კარგად მახსოვს და ყველა სპექტაკლი რო ძალიან ბევრჯერ გაქვს ნანახი ზეპირად რო იცი. ხო, იმიტომ რომ მსახიობები შვილები ხო კულისებში იზრდებიან. ხო. მიუხედავად იმისა, რომ ბოჰემური ცხოვრება ქონდა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად მისი თავისუფლება ეს უიგრძნობოდა რა ნიკოში, რაღაცნაირად რა ოჯახის მიუხედავად რაღაცა ეს თავისუფლება მისი ძალიან გამოსხივებული იყო რა. და ცალკე ცხოვრობდა. რამდენად ახერხებდა მჭიდრო კავშირს თქვენთან? იცი რა, საკმაოდ მჭიდრო კავშირი გქონდა ესე, მაგრამ ნუ რთულია, როცა ყოველდღიურად არ გაქვს კონტაქტი. იმასაც ხვდებოდი, რომ აი მაგალითად სადღაც ვარ გვიანობამდე და ნუ რაღაც 15-ის ვარ თქვათ და რომ ირეკავს საათ ხარ ვეუნები, თითქოს ხვდებოდა, რომ რადგან ერთად არ ცხოვრობთ, ამის ცოტა უფლებას არ აძლევდა თავის თავს, რომ აი ბოლომდე შენიშვნა მომცეს, რომ ეხა დროზე წადი სახლში, ეს არა, უბრალოდ აი რაღაც მაკონტროლებდა ისე დიპლომატიურად. ხო, მაგრამ რაღაცებს თავის თავს ზღუდავდა. კლასიკური გაგონა. ხო, არ ვიცი, მე ესე ვფიქრობ. ხო, არა, კლასიკური მამა ნამდვილად არ იყო და არც ენდომებოდა. არც ენდომებოდა, ხო და თვითონ არ იყო ძალიან
არაკლასიკური ადამიანი იყო. ხო, ძალიან მაგიტომ უფრო წანდამებოდა, ალბათ რაღაცა კლიშეში. ყველანაირ ხო რაღაც ჩარჩოს ცდებოდა. ჯეჯის ამ მამის თემასთან ასეთი მგრძნობი არია? არ ვიცი. ანუ გონია რა კი. შენ ისეთი ჩაკეტილი გაქვს, რომ ამ თემაზე საუბარიც მინიმალურამდე გაგდაყვანი. კი. რა რთულ თემაზე სასაუბრო მოყვანი ხარ? აი მართლა ეხლა მოგიყვებით სხვა რამეს. ეხლა ისე მიკვირს რომ საერთოდ დაგვთანხმდი. იმიტომ რომ სახას არა ნუ ნიკოს რო ეხება. ხო. ყველაზე მთავარი არის ის რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენთან რო იყო უკვე მძიმე დიაგნოზი ქონდა უკვე თვითონ იცოდა რომ ურთულესად იყო და ამას ყველაზე კარგად თავად გრძნობდა სინანულები არ ეთყობოდა. აი თითქოს მიუხედავად იმისა რომ ის ბოჰემური ცხოვრება გაიარა, სასმელი უყვარდა, ალკოჰოლი და მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ბევრს ჩაითვალა რომ ასე რო არ ეცხოვრა, უფრო დიდხანს იცხოვრებდა. თითქოს არაფერს არ ნანობთ ამ გადაცემაში ეგრე ვიგრძენი რა, აი მოსწონდა ის განვლილი გზა, თავის შეცდომებით უყვარდა. ამას ასხევდა რეალურ ცხოვრებაშიც? მე მგონია რომ კი. ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს. შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს. აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია. აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნარგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი, აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი, აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობა მოდაში, აქ გესევა მათხოვრები არმია, აქ სიყალბე უმთავრესი შარმია, აქ უნიჭო სიმღერები ხიტია, აქ ბებერი ალაზანში კიდია, აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესურიან თუ არ წაიკუზები, ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დაორსულა. შენ ფიქრობ რომ ნიკო რა ხა ცოცხალი ყოფილიყო, შენ ცხოვრება რადიკალურად სხვანაირი იქნებოდა. ძალიან სხევა. მახსოვს მაშინ ამ გადაცემას რა ემოციები მოხდა. ნიკოს არ უყვარდა ეკრანი, არ უყვარდა ტელევიზიები, არ უყვარდა ეს რაღაცა პოსტარულად ჩაწერილი ვიდეოები იყო ინტერნეტში. მანამდე და ეს იყო პირველი, სადაც ნიკო დაჯდა და ლექსებს წაიკითხა და მე ვამაყობ ამ არქივით. მართლა გულწრფელად ვამაყობ ამ არქივით, იმიტომ რომ ეს არქივი რო არ ყოფილიყო, რა ძალიან მნიშვნელოვანი მასალა შემოუნახა თაობას რა. ძალიან ხო. და შესაბამისად ჩემთვის ძალიან ღირებული არქივია, რომელიც აი რო ვამბობდით ახლა ხო იცი მე რო შე რო გახსოვს რა რაღაცები არ მახსოვდა რა მახსოვს აი პირველ ხო აი ნიკო ეს იყო ავტომატურად რომ ეს არქივი უნდა გაგვიცოცხლებინა რა. გავაცოცხლეთ თუ ვერ გავაცოცხლეთ. ძირითადად ვიტირეთ, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია. მიმამეთ, მიშვილეთ, თქვენი ვარ მოყვარე, აი მოგიშვირეთ მეორე ლოყამე. დრო არის ფინალის, თავიდან დავიწყოთ. კაკუნი ვინ არის, ხომ ვთქვი რომ არ გიცნობ. აი თითქოს გონია რომ პატიმრებზე უკვე ყველაფერი ვიცით, დაკავებულებზე მათი ჯახის წარვაზე, მაგრამ არის რაღაცები რაც არიცით, მე ვიცი. ეხლა გადავწყვეტე რომ თქვენც გაგაგბინოთ ის ამბები, რომელიც მე ვიცი და ჯერ თქვენთვის არავის მოუყოლია. всё. ანუ მოკლედ 2000 წლამდე აქ ცხოვრობდა, ნაკირავები ქონდა ბინა და აქ ცხოვრობდა სტუდენტობის დროს. ახლა იცით რომ საპატიმროში ცხოვრობს სამწუხაროდ. და ზურა და ნარგიზი გადმოვიდნენ აქ დედა და მამა შემდეგ უკვე. იმიტომ რომ თავარი ბრძოლის ხაზი თბილისზე გადის მაინც და ამიტომ ოჯახს ურჩევნია რომ თბილისში იყვნენ. და თქვენ ახლა გაგაცნობთ ჩემს მეგობარ ზვირაშებით. როგორ ხართ? აქ დაგიმატებიათ რაღაცეები ზვიადის ნივთებისთვის. ეს სწორად გავშალეთ ის გაშალეთ დროშების შენახული რაღაც უფრო არეულდარეული რო იყო დავალაგეთ და კაცებმა ვერ ქნეს და მე რო ჩამოვედი. რა თქმა უნდა, გენეცვალე ქალები ვართ, ყველაფრის თავი და თავი. ეს რომელი დროშაა? რომელსაც მუდმივად აი რომ მოხეული აქვს. ეს მამის დროშა, შვილის დროშა? მამა და შვილი ერთი და იგივე ბრძოლის ხაზით. კი. აქ ჩამოვждეთ ჩვენ გოგოები, ხო?
შეგიცვლია სამოწი რაღაცები ხო. ესეც მოგონია ხარიდო ეს მათ. არა, ხო, იქეთ სიმწი ბავშვები რომ მოდიან ზვიადის მეგობრები, იქ დებთ პატარა იმათ სკამებს, კრესლო, ნუ რაღაცებს და მეტი სივრცე გვინდა იქ სითბოშიზე. შენ საოცარი მტხრობა იყარ და შენ როგორც იცი ამის მოყოლა გემრიელად ეგრე გთხოვ რომ მე კიდევ წუხვარ მაგაზე რომ სამზარეულოდან აღმოჩნდი ჯერ აქციებზე და მე ავდით იმაში ტელევიზიებში დაზვიო მეთქი მაგაზინ რომ გამოხარ მოგთხოვ პასუხს. მოდი დავიწყოთ შენი მოდი იმ პერიოდიდან როდესაც გაიგე რომ ხარ ორსულად. მე ორსულობა ჩემი ჯანმრთელობის გამო გახდა აუცილებელი. მე თუ არ ვიმშობიარებდი, დიდხანს ვეღარ ვიცოცხლობდი, სიმსივნე მქონდა მკერდსაც, საშვილოსნოსაც და ერთადერთი საშუალება იყო, რომ მე მემშობიარა. საერთოდ არ იყო გეგმაში, უკვე გაზრდილი შვილები მყავდა 9-10 წლის, 12 და 13 წლის მე დიშვილებსაც ხო ვზრდიდი. რატო ზრდის დიშვილებს? დიშვილები მე და ჩემი უღლე მგავზარდეთ ობლები. ჩვენი შვილებია ვერც კი წარმომიდგენია. და ამიტომ გახდა საჭირო ზვიადის ჩემთვის აუცილებელი იყო ჩემი სიცოცხლისთვის და ზვიადის სულ მეხუმრება ხომ ხედავდე და სანამ დავიბადებოდი ჩანასახშივე სიკეთით უნდა დამეწყო. ანუ ეს რსულობა შედგა იმიტომ რომ შენი ჯანმრთელობის პრობლემა მოგვარებულიყო. მოგვარდა და რომ აღმოჩნდა ყავდა ტყუპები. არ ველოდი ნამდვილად. ძალიან გაუხარდა მეუღლეს მაშინვე ზვიადი და მერაბის სახელები ამოუტივტივდა. არ გიჭირდათ ხო რაღაცა თქვენი შრომით ახერხებდით იმას რომ საჭირო რაც გჭირდებოდა თქვენთან. მე დედა მეხმარებოდა კიდე დამატებით დედა ჩემი ზურა ასე ერთობლივად 4 ბავშვს ვზრდიდით სანამ არ გახდა საჭირო ჩემი ჯანმრთელობისთვის მეხუთე შვილის გაჩენა. შობიარობა? შობიარობაც ძალიან საგანგაშორდა არ მქონია, მაგრამ შობიარობის მერე გართულებები მოყვა. რა გითხრეს მეორე ბავშვზე, რომ აი გარდაიცვალა ხო? აი რო დაიბადა ზვიადი არაუშავს ენერგიაზეც ვიყავი და აი მეორეზე უკვე გადაღლილი ვიყავი, ორივე ხელში გადასმა. და რო დაიბადა ეგრევე მიიყვანეს ჟანგბადი ჭირდებოდაო და ცოტა ხნის მერე მითხრეს რომ გარდაიცვალაო და რომ გადარჩენილიყო ავადმყოფი იქნებოდაო გაწვალდებოდიო მითხრეს სამშობიაროშიო დავასაფლავებთ მე ჩაჩავაში ვიმშობიარე მე რაზეც წინააღმდეგი წავედი არამეთქი სამშობიარო ჩვენო გვაქვსო სასაფლაო და მე არამეთქი და ბიძა ჩემი ბიძაშვილები ჩამოვიდნენ დაკრძალვა იყო მე სავადმყოფოში ვიყავი, სადაც წაიყვანეს კი. მე ბავშვი არ მინახია. არ გინახავს. და სხვები დაკრძალოს დაესწრნენ? ბიძა ჩემი და ბიცოლა ჩემი კი. და თქვენს რომ ბავშვი დაკრძალეს? კი. ბავშვი ნახეს? ძალიან დიდი და ლამაზი მსუქანი ბავშვი იყო და მე გამიკვირდა ცოტა, მაგრამ ალბათ გასივდა, შეშუპდა და მაგიტომ მეთქი. ისე დიდი ვერ იქნებოდა, სუსტი, შავი პატარა ბავშვები დაიბადა. მე ზვიადი რო გავიცანი ვიდრე ჩვენ ესე კერდა უკვე მეგობრობდით რომ მითხეგეთი რამე რომ მეო მაქვსო ეჭვიო რომ დაკარგული ტყუპის ცალი ძმა მყავს ხო და თუ შეგიძლიაო თამუნა მუსერიძეს დამაკავშირო ხო კი მე დავაკავშირე თამუნა მუსერიძეს იმიტომ რომ მითხრა რომ მიწერილი მაქვს მეო მესიჯიო მასთანო და რომ მიპასუხოსო და მე მივწერე თამუნა მუსერიძეს მე თამუნა მუსერიძე მოპასუხა ზვიადის და მოკლედ მე აღარ ჩავრავლარ ისინი გაარკვევა რატო გაუჩნდა ზვიადის ეჭვი რომ შეიძლება და მისი ტყუპის ცალის ძმა ცოცხალი ყოფილიყო? ეჭვი რატო გაუჩნდა ზვიადს ჩვენგან? ზვიადი და მისი მეგობარი დავტოვე მუზეუმში. მე და ზურა წამოვედით ლუბლიანაზე. ენდოკრინოლოგიური ცენტრია იქ. ბრუნდებით და ახლა აქ რა უნდა ზვიადს? აი საცხა 2-3 წუთის ამბავი, იმიტომ ანალიზები ავიღე. არა და ვიცი რომ ზვიადს სხვა ტანსაცმელი აცვია. და ზვიადი დავტიეთ მუზეუმში და ვერანაირად ვერ მოვიდოდა იმ დროში. ანუ ლუბლიანაზე ვერ იქნებოდა. ვერა. არა და ხედავ ბიჭ რომელიც გავს ზვიადს. გავს არა ზვიადი მგონია და უნდა უსაყვედო რო შვილო თუ უნდა წამომყოლოდი რაღაც და ისქენი.
მივედი და უცებ აღვიქვი რომ ზვიადი სხვა ტანსაცმელიაცვია, მაგრამ ეჭვი მაინც შემეპარა რომ ზვიადია, ზუსტად ისეთი ტანსაცმელიაცვია, სადაც ჩანთაში უდევს ზვიადს. რა დროს მოასწრო გამოცლა. ფერი, შინდის ფერი, ზედა შიგნის შავი როლინგი, შარვალი ფეხი ზუსტად იგივე აცვია. სათვალებიც მინუს ისი უკეთია. ზურა მეთქი ვერ მოასწრებდა და რო ჩავიარე ასე ბავშვს კარგად დავაკვირდი, გავს ასე ძალიან გავს და ერთი 10 ნაბიჯი გადავდგით და ვერც ზურა და ვერც მე ფეხს ვეღარ ვდგამთ. მოვბრუნდით და ამ ბიჭს ვუყურებთ და ზურას ვეუბნები რომ ზურა მეთქი ეჭვი მაქვს მეთქი იქ ბევრმა იმშობიარა და სანამ მე ჩემი ექიმი მიმხედავდა ხო არ შეეშალათ ან არაერიათ რაღაცა ზურას პირველად ვეუბნები ამას და ეს კაციც ფეხს ვერ დგამს და მარტო უყურებს მოძრაობა თავის გახედვა აი ყველა ჯიბეში ხელის ჩადება ფეხის გადამა აუ იდენტური და წავედითო უნდა მივიდეთ ბიჭთან და ეს ბიჭი და ვიღაც პატარა ქერა გოგო ედგა გვერდში უყურებდნენ ბინას საწყა მეორე მესამე სართულის ბინას უყურებდნენ სავარაუდოდ ჩავთვალე რომ შენებარე ხო არ ავდიქ და ეს ბიჭი და გოგო რო წავიდნენ რაღაც ჭიშკარი იყო შევიდა და იქედან ჩაიკეტა ვაღეთ ვუკაკუნეთ და გაქრა არ გამოვიდა კონტაქტი არა ვერანაირად ერთი 2 წუთითაც რომ მიმესწრო მაგრამ აი რო დავამტკიცეთ რომ მოძრაობაც კი ერთნაირი ქონდა მაშინ გამიჩნდა ეჭვი ანუ აკვირდებოდით მე მგონი ჯერ შოკიც გქონდათ შოკიც მქონდა ზურას უთხრა რომ მაინც ვერ მოვასწრებდით მეთქი ფილმები რო არის და მართლა გაგეყინება ხელი ფეხი ვერაფერი გამოეკიდე როგორ ვერ გამოეკიდე სახელი როგორ ვერ კითხე იცი რა ადვილია ასე თქმა ვერ ვქენით გავიყინეთ იმდენად გავდა რომ მოვიდა ზვიადი სასტუმროში რაღაც უცნაური სახეები გვაქვს მე და ზურას და რა გჭირთო და დედა ასეთი ამბავი დაგვემართა მეთქი გაოგნებული იყო ცოტა ხანი ისიც გაოგონდა და სულ მქონდა რაღაცნაირი შეგრძნება დედაო და ნანუკა გჯერა რომ არასოდეს ერთი რაღაცა ზვიადისთვის არ გვიყიდია 2 შარვალი ყოველთვის 2 საროჭკა 2 ფეხსაცმელი აი მამამისი რომ მოუტანდა კინდერი უყვარდა პატარებს სულ მქონდა 2 და სურამეთი აკვირდები სულ რომ ორს ვყიდულობდა განსაკუთრებით თუნდაც ტანსაცმელს სათამაშოებს ასე მგონია რომ იმისთვისაც ვყიდულობ ზურამ იმ მისამართზე სადაც ის ბავშვი ნახე მე მიბრუნდი კი მივბრუნდი მე და ზვიადიც ვიყავით მე ვიყავი კიდე ფოტოებიც ვანახეთ ასე კორპუს ვიარე და მსგავსი არაო გვეუბნებოდნენ არ ვიცი ეხა ხო ზვიადი უფრო ისეთია რა გახდა ცნობადი ანუ ხელმისაწვდომია სხვა ადამიანისთვის და ძალიან საინტერესოა და საკუთარ თავს მე თუ ხედავ ზვიადიში ეჭვი არ აქვს ეთყობა რა ხოთ რაც დაბედის მე ნახევრია მე კიდე ვფიქრობ რომ სადმე საზღვარგარეთ ხო არ არის და ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი არის რომ ხელი მიუწვდებოდა ზვიადის ფოტომდე და ვუთხრათ რა რომ თუ შენ თავს ხედავ ზვიადიში ან ძალიან დიდ მსგავსებას იმიტომ რომ ტყუპის ძალი ხარ იცოდე რომ გეძებენ რა არ ვიცი რა ასე გავს კაი მე რომ მარტო უყოფილიყავ მეთქი დედა ვარ და მე მომსგავსე ზურამაც ზურა ცოტა სხვანაირი ხედვა აქვს ემოციებს არ აყვებოდა არა ხო მაგრამ სულ და დავიწყეთ ესა და მე კიდევ ვთქვი რომ ეს რო აღმოჩნდეს არც ექიმს ვეთყვის საყვედურს არც იმ მშობლებთან გავწყვეტ აურთიერთობას პირიქით 2 ოჯახი ეყოლება 2 დედმამიშვილები და მეგობრული ურთიერთობა მექნება და მადლობელი ვიქნები იმ ოჯახის და ის ვიყოთ ერთი ოჯახი და არც იმ შვილს შეუშვი ხელს რომ წამოგიყონ ფსიქოლოგიურად მზად ვიქნები მეთქი ასე ვფიქრობ მეორე ზვიადი რო აღმოჩნდეს ახლა მე ხო გავუსკდა კობახიძეს გული მეორე ზვიადი რო აღმოჩნდა ერთი ვერ ძლივს მოვიშორე და მეორეო მაი მარტო იმათთვის იქნება წამება ყველაზე მეტად რა მოგწენ შენ შვილში აი რაღაცა რო გამომირჩიო პატიოსნობა და ერთგულება
ხო, ძალიან პატიოსანი. ძალიან პატიოსანი. ერთგულია გეფიცების ზვიადის მეგობარს რო უწოდებ. ბოლომდე იქნება შენი მეგობარი. ეს არის ღმერთის საჩუქარი, ესეთი მეგობარი რო გეყოლებ. ხო, ძალიან პატიოსანი. ჩვენ მქონდა რა ისეთი ურთიერთობა, როდესაც აი რაღაცა ინვენტარის ყიდვა უნდა და თან რაღაცების აქციებისთვის და როდესაც ფონდი ფულს ურიცხო და 800 და 6 ლარს აბრუნებდა. ანუ ეგეთია რა. შენგან როგორ გონია ელოდა იმ რეაქციებს, რაც მოაყოლე ამ ყველაფერს, აი ბრძოლას, არიღლები, წინახაზე ხარ. მე არ მგონია რომ შენ ზურაზე ნაკლებს იბრძვი. რა, მე უფრო მგონია რომ შენ უფრო მეტად გაზაფხულის აქციებზე დარწმუნდა კი, დავსდებდი ბევრი ცვიარე დედა დაჯექი, დედა გაჩერდი. ვერ გავჩერდებოდი, რომ ხედავდი ზვიად ძალიან საფრთხე მოკრებოდა. რასაც მე ვერ ვხედავ და ვერ მომჩნევ, შენ ხედავო. მეთქი მაგიტოვარშვილი აქ ჩამოსული, რომ შენი საფრთხე, შენი პირადი დაცვა ვიყო მეთქი. ანუ შენ ამას უყურებ, რომ ზვიადი გაიმარჯვებს სახელოვნად. გაიმარჯვებს სახელოვნად. ზვიადი არა, ყველა ერთად. ველოდებით ჩემ შვილს და ყველა დედა ელოდება და მადლობა იმ დედებს, რომ ყველა დედა ძლიერია. კი, ყველა. აი, და მე ის საერთოდ სუსტი ფსიქოლოგის ქალი არ ვარ, მაგრამ რომ დავინახე იგენის ძლიერია, ძალას მოემატა. და მეც ვეუბნები, რომ ასე უნდა ვიყოთ და დედები, აი ესეთი შთაბეჭდილება მჩნევ, ახლა კი არ გავიცანით ერთ. აბა მე მაგაზე იგივე ხო იცი? არათუზე მე თქვენზე აი ვინც ერთ ჩვენი ჩატის ვინც ვართ, მგონია რომ ჩვენ წლები ერთმანეთს. ოჯახი ვიყავით და ცოტა ხანი ვიყავით განშორებული და ეს ოჯახი ისევ შევიკარით. ისე მიყვარს ახლა ეს ყველა, რომ ჩემი ოჯახის წევრები არიან ყველაფერი ასე და აქციაზე რო გავალ, ყველა ჩემი ახლობელია, ყველა ჩემია. ყველა მეყვარს, ყველას პატივს. იგივეა. ესე არიან იგენიც. იგივეა, ორმხრივია, ორი სიყვარული. საცხა ზოგი ჭირი მარტიველიაო, ასე გამოგვივიდა მედანსორი მხარე აქვს. და ეს გაძლიერდება, ეს სიყვარული, ეს ენერგია, ეს სითბო და დადებითი ზეცაში წავა და დაგვიბრუნდება სახელოვნად, რომ გავიმარჯვებთ.